დაახლოებით ერთი კვირა უყურებ გამოდის პრემიერი კობახიძე და აკეთებს შემდეგ განცხადებებს, რომ მოუწოდებს ოპოზიციას, რომ მივიდნენ და საჯაროდ დაჯდნენ და ესე იგი გაარჩიონ მყვალ მართალი. ერთი კვირა გამოდის და აი ამას იმეორებს და ოპოზიციიდან ამის პასუხი ჯერჯერობით არის დუმილი და ისევ რაღაცეების ყვირილი. იმ შემთხვევაში, როდესაც ესეთი დაძაბული სიტუაცია საზოგადოება ესე ერთმანეთთან დაპირისპირებაში იმყოფება და ესეთი რთული ვითარებაა ქვეყანაში შექმნილი და ოპოზიცია ყველა ხერხს ხმარობს და ყველა გზას იყენებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელისუფლება როგორმე გააბანძოს და ხალხის თვალში ბოლომდე და როგორმე გადააგდოს და ჩაიგდოს ხელში ხელისუფლება და ქვეყანა. აი ამ ვითარებაში მაინც და მაინც დიალოგზე რატომ იძახიან უარს, ხო? როცა ყველაფერს, რავი, ქვასისვრი და ცეცხლს უკიდებ და ყველაფერს აკეთებ რაღაცის დასამტკიცებლად, როცა ამ ყველაფერთან ერთად პარალელურად კიდევ გეძლევა დამატებითი შანსი, რომ აი საქვეყნოდ შენი სიმართლე დაამტკიცო რა. პირისპირ დაუჯდე იმ ადამიანს, ვისაც ედავები, რომ არის რუსი და არჩევნების გაყალბებას და კიდევ ბევრ თემებს დაჯდე და საქვეყნოდ და სახალხოდ ჩამოხსნა ნიღაბი და დაანახო ყველას, რომ არის ნამდვილად რუსი, ან არის ნამდვილად არჩევნების გამყალბებელი, ან არის რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება. ეს ხო იდეალური შანსი იქნებოდა, ხო? ჩემნაირი ადამიანებისთვის, მაგალითად, რო არ მჯერა ამ ოპოზიციის, ხო? თითქმის არაფრის, რასაც იძახიან. აი ჩემნაირი ადამიანები ხო დავწმუნებოდით, რომ პირიქით მართალია ყველაფერში ოპოზიცია, ხო და ავდგებოდი და გავიდოდი და მეც მათ გვერდით დავდგებოდი და უფრო მეტი ვიქნებოდით და უფრო ძლიერები, ხო? და უფრო ადვილად შემდეგ მოვიდოდა ეს ხელისუფლება სათავეში, ხო? ოპოზიციას გულისხმობ, ხელისუფლებაში მოვიდოდა უფრო ადვილად, ხო? რაც მეტი ხალხი დარწმუნდებოდა მათ სიმართლეში, მაგრამ იციან თვითონ რა მატყუარებიც არიან და რაც არიან და იმიტომ ვერ ვედავენ, რომ მივიდნენ და დაჯდნენ იქ. ოპოზიციას რო კონდეს ან არჩევნების გაყალბების ფაქტები, ან რამე მყარი არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ესენი რუსები არიან, ან იმასთან დაკავშირებით, რომ იმ კანონზე რო თავს იკლავდნენ, რუსული კანონიაო, აი იმ რუსულობასთან დაკავშირებით. ამის დამტკიცება ხო ძალიან მარტივი გახდებოდა ყველასათვის, ხო? მთელი ქვეყანა დავინახავდით და დავწუნდებოდით, რომ თურმე ნაგავი ხელისუფლება გყოლია. მაგრამ ამას რატომღაც ოპოზიცია არ აკეთებს და აი აქ რომ მიჩნდება კითხვა, პასუხიც მაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ არ აკეთებს, რომ არც ფაქტები აქვს არაფრის, არც არგუმენტები და არის უბრალოდ აი ხალხის მოტყუებაზე გადასული და ხალხის ემოციებზე მოთამაშე ადამიანები არიან ეს, ვინც დღეს ოპოზიციის ავანგარდში არიან. მყვალ მართლის გარჩევა სხვანაირად და სხვა გზით არ ხდება არც პოლიტიკაში და არც ქუჩაში და არც არსად, ხო? როცა ორი მხარე არის ერთმანეთთან დაპირისპირებული, თუ ორივე მხარეს არ მოусმენ და რა კითხვას რა პასუხი ექნება, ხო და რა პრეტენზიას, რა არგუმენტი, ისე ვერ მიიღებ შენ ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერასდროს და ვერ გაიგებ რომელი მართალია და რომელი მტყუარი და სწორედ ამ გზით ხდება ქუჩაშიც გარჩევები, ხო? იგივე ავტორიტეტები რო არჩევენ, ქურდები რო არჩევენ, ხო? რანაირად არჩევენ? ერთი მხარეც იქ არის, მეორეც და ერთ მხარესაც უსმენს, მეორესაც და მე აქედან გამომდინარე ლოგიკურად ჩდება ვინ იტყუება და ვინ მართალს იძახის. სწორედ ასე ხდება პოლიტიკაშიც. ძალიან გავს სინამდვილეში ქუჩის პოლიტიკაც და სახელმწიფოს პოლიტიკაც ერთმანეთს. მართვის სტილშიც და კიდე ბევრ რაღაცაშიც. ამაზე მოკლედ არ ვისაუბრებ ეხა, მაგრამ იდეას ხო ყველასთვის გასაგებად ხსნი, ანუ რისი თქმაც მინდა, ხო, რომ ერთადერთი გზა იმისა, რომ გაიგო ორ მხარეს შორის რომელია მართალი და რომელი მტყუანი, არის ის, რომ ორივე მხარეს უნდა მოусმინო. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ გაიგებ რომელი მტყუანია, რომელი მართალი და
ამ დროს როცა აი ესეთი ურთულესი სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში და ყველაფერზე მიდის ოპოზიცია, აი ამ შანსს რომ საზოგადოებამ და სრულიად საქართველომ ნახოს და მოისმინოს ამათი სიმართლე უარს ამბობენ, ესე იგი დიალოგზე და აი ამაზე რომ ხალხს გვაჩვენონ და გვანახონ და დაგვიმტკიცონ თავისი სიმართლე. ამ ნაგავმა ოპოზიცია. ესენი რომ მართალი ხალხი იყვნენ, ყობახიძის პირველივე მოწოდების შემდეგ შეიკრიბებოდნენ ხაზარაძე, გვარამია, მელია, ხოშტარია, ვინც არიან მოკლედ, აი ეს ადამიანები შეიკრიბებოდნენ, შეაგროვებდნენ რაც კი რამე ფაქტები აქვთ არჩევნების გაყალბების, რაც კი რამე არგუმენტები აქვთ, ხო, მოემზადებოდნენ, მივიდოდნენ და დაჯდებოდნენ და პირდაპირ ეთერის საშუალებით ბოლომდე გააბანძებდნენ დღეს არსებულ ხელისუფლებას, ხო? მაგრამ ამას რატომღაც არ აკეთებენ და ნეტა რატო არ აკეთებენ?